ნიკა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა გზამილი მიიღეთ დღეს ხელისუფლებისგან? ვისთანაც გაფორმებული ქონდათ ეგრეთ წოდებული შეთანხმება, ასე ვთქვათ, დაუწერელი შეთანხმება, რომ ამ ძალიან მძიმე ვითარებაში თქვენ არ დაიწყებდეთ ხელისუფლების კრიტიკას და ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესით ჩაგვდა, ხო? მაგრამ მივიღეთ ხელისუფლების მხრიდან ასეთი პასუხი. ეხლა პირდაპირ ვიტყვი თავარ სათქმელს, ალბათ ასე აჯობებს ახალჩემის მხრიდან დღევანდელი განაჩენი გახდათ არა მხოლოდ გამოტანილი ირაკლი ოქროშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილის წინააღმდეგ და პლუს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იყო ეს ასევე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელჩების სახით. დიახაც, ეს განაჩენი იყო არა მხოლოდ ერთი ცალკეაღებული პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ეს არის მკაფიო. ბუნებრივია, დღევანდელი დღის შემდეგ ვეღარ იქნება შენარჩუნებული მორატორიუმი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით მიუხედავად ამ მძიმე ყოფისა, რასაც ჰქვია კორონა ვირუსი, ყველაფერთან ერთად ჩვენ მოგვიწევს მთელი თავისი სიძლიერით და სიხშირით პოლიტიკის დაბრუნება დღის წესრიგში. ხალხი, რომელიც კადრულობს ხელისუფლებას გულისხმობს, რომ აი ამ გაჭირვების ძნელბედობის ჟამს ადამიანს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯო, ჯერ რომ სასამართლო პროცესებს საერთოდ ატარებდნენ დაჩქარებული წესით, ეს ხომ ცალკე უბედურება და მეტყველებს ამ ხელისუფლების ზნეობაზე, მაშინ როდესაც არაფერი პრაქტიკულად ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებს, ტრანსპორტია დაწყებული, მაღაზიით გაგრძელებული, არაფერი არ მუშაობს, ერთადერთი მურუსიძე, ჩინჩაძე სასამართლო მუშაობდა, ხო? იმას აღარ ვსაუბრობ, შუა მოლაპარაკების მაგიდიდან გიგი უგულავა რომ დაიჭირეს, ხო? ამიტომ კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილს ეხლა გონია, ამაოდ გონია, ეს არის უბრალოდ გაჯიუტებული და არა გათამამებული, გაჯიუტებული და გაჯიუტებულმა გადადგა ეს ნაბიჯი, გონია რა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოიცის ბიძინა ივანიშვილისთვის და ის სენატორები, ის კონგრესმენები, ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, ის ევროპარლამენტის წევრები ამას აღარ ამოიღებენ. სინამდვილეში პირიქით არის. ბიძინა ივანიშვილმა მოიჭრა დღეს ის ტოტი, რომელზეც იჯდა, ის უბრალოდ ეხა ამ ტოტიდან ეშვება და ჯერ კიდევ სიამოვნებს ეს დაშვების პროცესი, მაგრამ როდესაც დაენარჩება ძირს, იქნება ძალიან გვიანი ბიძინა ივანიშვილისთვის. ასევე თავარი მინდა ვთქვა, რომ არ გამოვისწრეს რისი თქმაც ძალიან მინდა რა. დღევანდელი ეს მოსამართლე, ვინც არ უნდა არ მომიწონოს ეს ჩემი პოზიცია. ასე ვფიქრობ და გულწრფელი მინდა ვიყო. აი ეს მოსამართლე ბატონი ლავრენტი მაღლაკელიძე თუ არ ვცდები, ხო? ამსონი ამ ხელისუფლების აუცილებლად მომდევნო ხელისუფლების და თუ კოალიციური ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელ მართლმსაჯულების ფარგლებში წარსდგეს სასამართლოს წინაშე. სანამ ასეთი მოსამართლეები არ გასამართლდებიან იმისათვის, რომ არაფრისგან გამო ადამიანებს უსჯიან პატიმრობებს, ყოველთვის ექნებათ ცდუნება ძალიან ბევრ მოსამართლეს ყოველი მომდევნო ხელისუფლების პირობებში აკეთონ ის, რასაც აკეთებდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. შეგახსენებთ, არაფრის გამო არის ეს ადამიანი დაკავებული, ირაკლი ოქროშვილი. მის წინააღმდეგ არ არსებობს მამხილებელი ერთი ფრაზა არის, წავიდა. არა და საინტერესო ამ პროკურორს წავიდაო ეს ბრალდება რომელსაც უყენებდნენ ირაკლი ოქროშვილს ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში რო ქონდა მუხლი წაყენებული, აი იმ მუხლის ფარგლებში უყენებდნენ, ანუ ორგანიზატორი იყო და წავიდა ხალხს მოუწოდებდაო და იმ მუხში გამართლდა. ეხლა ოქროშვილს შეუფარდეს პატიმრობა მონაწილეობის გამო. ისევე როგორც 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, იქ თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი
სხვა ყოფილიყო ირაკლი კი ბატონო, ნიკა, ეს ხელისუფლება, მოდის ახლა აღდგომა, ხო? აქ შეიძლება სააღდგომო შეწყალებაზეც იყოს ლაპარაკი და არის მოსაზრებაც, რომ ეხ კი მიუსაჯეს, მაგრამ აღდგომას ალბათ შეიწყალებს პრეზიდენტი და ეს ღია ფანჯარა დარჩა, ხო? უკან დახევის შესაძლებლობა დარჩა ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, დაიხევს თუ არა უკან, რაზეა დამოკიდებული მისი უკან დახევა? და საერთოდ რა იქნება სწორი, ხა რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ თავისი ძალა აი ასე თვით იზოლაციის დროს, როდესაც არის საგანგებო მდგომარეობა, როგორ უნდა აჩვენოს, ხო? ამ შემთხვევაში ჩართეთ თუ არა ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ მოლაპარაკებების ნაწილი, რომლებიც იყვნენ ამ მოლაპარაკების მონაწილეები, აი რა გზას მიმართავთ? რა თქმა უნდა, შეძლებს დაგვარად უკვე შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით, სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებთან, ვისაც ანაღლებს ამ ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრება და ისინი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. რა უნდა ვაკეთოთ ეკა და ძალიან მარტივი, უნდა ვიყოთ უკომპრომისონი. უნდა ვიყოთ უკომპრომისონი იმ ხალხის. დიახ? ხო, გისმენთ. უნდა ვიყოთ უკომპრომისონი, ვინც ბედავს და ამ გაჭირვების დროს საარჩევნო კლიპებს იღებს ზუგდიდში, ვინც ბედავს და მაშინ როდესაც მთელი საქართველოს შეყუჟული არის ძალდატანებით სახლებში ხეები მიაქვს მოაქვს, ვინც ბედავს და არ ვიცი მე პირბადეებს, რომელიც პირბადე არ არის, აღნიშნო ეს გვასახებს პირბადეებად და თავიდან 3 დღის განმავლობაში ამბობენ რომ რასისულელია, როგორ კადრულობთ და აგერ დღეს დადასტურდა, ხო? ის რასაც განსაკუთრებით თქვენი ტელევიზია ახოვანებდა რომ უხარისხო ყოფილა. ნამდვილად ეს იყო გაწირვა, ეს არის საყოფა ცხოვრება მოხმარებიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პირბადეები, მაგრამ მათი დარიგება, თუნდაც ერთჯერადად სამედიცინო პერსონალისთვის ეს არის სამედიცინო პერსონალის გაწირვა, ეს არის ცალსახად და ამას გეტყვით ყველა ექიმი და სხვათა შორის გვეტყვის ის ექიმიც, რომელიც ჩაგვერთვება ნიუ-იორკიდან. ამიტომ როგორც ჩანს ეს საფრთხე მათ თვითონვე დაინახეს და მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იყო არგუმენტები მკაფიო და გასაგები უკან დაიხიეს, ეს კარგია უკვე. ჯერ სამედიცინო ავამატებთ უბრალოდ, ჯერ სამედიცინო პერსონალის და არა მხოლოდ მათი დაცინვა იყო და მე გაწირვა იყო. გაწირვა იყო. კარგია რომ უკან დაიხიეს და გააუქმეს ის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კიდე აპირებდნენ შესყიდვას და საზღვარგარეთ შეუკვეთეს ეხა 100,000 პირბადე, ხო? სად არის ის ეროვნული სიამაყე, მათი პროდუქცია, რომლითაც იწვანებდნენ თავს და თავს აქვე გესხონდნენ როგორ ბედათ თქვენო ამის გაკრიტიკებას. მართლები აღმოჩნდით თუ არ აღმოჩნდით. ამიტომ აი ასეთი ხელისუფალის წინააღმდეგ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლა, ისე როგორც ეს იძლევა ეს ჭირი იძლევა ამის შესაძლებლობა. ხო, აი რას იძლევა? ძალიან შეზღუდულია საშუალებები ეხლა უკომპრომისო ბრძოლისთვის. აი რა შეიძლება რა საშუალებები უნდა გამოინახოს? დაწყებული ელემენტარული ძალიან ბევრი სკანდალური ინფორმაციის შესახებ ხელმიგიწვდება ჩვენ მაგალითად, ხო, ინფორმაციასთან უბრალოდ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომელიც უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაფიქსირდა, მაგრამ განგებ პარტია ნაციონალურ მოძრაობამ გადაწყვეტილება მივიღეთ და თაროზე შემოვდეთ ასეთი საქმეების გასაჯაროებისგან თავი შევიკავეთ. დაწყებული ამ საქმეების თავროდან ჩამოღებით და მხილებით კვლავ ამ ხელისუფლების კორუფციაში ჩართვის და გაგრძელებული ყოველდღიური პანდემიის მიღმა საკითხებით დაკავებით. დიახაც, ანუ ბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში, როგორშიც ვიყავით. იმიტომ რომ ეს არის და მორატორიუმი. ანტიდემოკრატიული და მე მინდა ასევე თავარი ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბუნებრივია მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს არანაირ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვინაიდან შეთანხმება არის დარღვეული, შეთანხმება შედგებოდა 2 კომპონენტისგან, ერთი იყო საარჩევნო პროპორციულ სისტემასთან დაახლოებული სისტემა და ჩვენც წავედით კომპრომისზე ყველა ოპოზიციური პარტიაც და მეორეს მხრივ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებული იყვნენ და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვეტილი იყო. ეს არ მოხდა, შესაბამისად ვერ აღსრულდა ის შეთანხმება, რომლის აღსრულებისკენაც მოუწოდეთ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც მას შემდეგ რაც შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამიტომ უკვე მკაფიო რომ ნაციონალური მოძრაობა ამ თამაშიდან გადის და ნაციონალური მოძრაობა იქნება ისევე მკვეთრი და ისევე უკომპრომისო, როგორც ვიყავით მუდმივად და
თუ კი შეიძლება ამ მეორეჯერ გადაგდებაში რაიმე პოზიტივი ნახოს ადამიანმა არის შემდეგი კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა და ძირითადად ყველაში გულისხმობ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მათ შორის ელჩებს რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე დიახაც როგორ ჩანს ვიღაცები კიდევ უნდა დარწმუნებულიყვნენ ამაში თორე ქართველი ხალხი დიდი ხანია უკვე კიდე ერთხელ კონკრეტულად ის კითხვა უშვებ თუ არა შესაძლებლობას რომ აღდგომის შეწყალებულების სიაში აღმოჩნდეს როგორც ირაკლი ოქროაშვილი ისე გიგი უგულავა რაიმე სიგნალი ამასთან დაკავშირებით მოგივიდა თუ არა ირაკლი ოქროაშვილიც გიგი უგულავაც გიორგი რურუას და ყველა სხვა პოლიტპატიმარი სადაც გიორგი რურუაც რასაკვირველია გიორგი რურუას რა თქმა უნდა გაუძლებენ მათ რამდენიმე თვის გარდა არ მოუწევთ იქ ყოფნა მე ამაში მართლა დარწმუნებული ხო მაგრამ კითხვა დაგისვით ნიკა გაქვთ თუ არა რაიმე სიგნალი მიღებული რომ შესაძლოა ისინი გაათავისუფლონ ამ გზით რაც მოუწევს და თუ არ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა წენეხის ქართველი ხალხის ოპოზიციის საერთაშორისო საზოგადოების წენეხის ქვეშ არ შეიწყალა ეს პოლიტპატიმრები მით უფრო უარესი ამ ხელისუფლებისთვის, ხო? მაგრამ ეს ხელისუფლება ბიზნესმენიშვილი ხომ არის კომპლექსებით ახსავს ადამიანი, რომელიც არ გამოჩენილა და მისი ნათელი სახე არც დაგვანახა. ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი შეკეტილია და ხო, სხვათა შორის რურუას ვერ შეიწყალებს, იმიტომ რომ მის ჯილი არ აქვს, გიორგი რურუას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეხა დავაკვირდეთ მის სასამართლო პროცესებს, როგორ მიმდინარეობს და რა სისწრაფით მიმდინარეობს. გახსოვთ ალბათ თავიდან რამდენად ჩათვალეს სისუსტეთ ხელისუფლებაში თანამდებობის პირებმა რომ 3 დღეში როდესაც ამ შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოეწერა გამოდიოდნენ და საუბრობდნენ რომ ჩვენო პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ შეთანხმებულ ვართ იმიტომ რომ ჩათვალეს რომ ეს არის სისუსტე და ეხლა როდესაც უკვე ღიად დაუპირისპირდება ძალიან ბევრი ხელისუფლებას და წილს მიაჭერს დიახაც წილს მიაჭერს ამ ხელისუფლებას და მოუწევს სალომე ზურაბიშვილს შეწყალება ყველა პოლიტიკური პატიმრის. აი მერე უკვე რა სიტყვიან. ეხლა კი ბატონო, გასაგებია მაგ თემაზე თქვენი პოზიცია, ეხლა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი აპირებ თქვენი მინდა გამოვეხმაურო დიკარაძე როგორც დღეს გამოიყურებოდა და გამართულ ბრიფინგზე რა გზავნილი შეამკო საზოგადოება ჩვენ ოპოზიციას ელჩების თანდასწრებით შევთავაზეთ ორ საკითხზეო ერთი რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს 120-30 პროპორციითო და მეორე რომ პოლიტიკოსები არ ჩავერევითო სასამართლო პროცესებშიო და ჩვენ არ ჩავერეულვათო ისე მიიღო ლავრენტიმო ეს გადაწყვეტილება მე მგონი ყველაფერი კი ბატონო, ცხადია. ეხლა ორი თემა. ერთი, აპირებთ თუ არა ხელისუფლებას, თქვენი პოსტი იყო გასაგებია ძალიან მკაფიო გუშინ, მაგრამ პოსტი ერთია და სხვა ტრიბუნას თუ გამოიყენებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოთხოვოთ, რომ კანონის წინაშე იყოს ყველა თანასწორი, მათ შორის მრევლი, მათ შორის მღვდელმსახურები, ანუ ეკლესია. აპირებთ თუ არა ეს მკაფიო მოთხოვნა დააყენოთ? ბუნებრივია ხა ორჯერ 2-4-ია და უხერხემლო, უგერგილო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელსაც მხოლოდ ძალუც და შეუძლია ბრიფინგების ჩატარება. ამის მიღმა არაფერი არ შეუძლიათ მათ. ნამდვილად არაფერი არ შეუძლიათ. დიახაც, რა თქმა უნდა, საკაგებო მდგომარეობა არის საკაგებო მდგომარეობა ყველასთვის. მათ შორის იმ ადამიანისთვის, ახალქალაქში ენძელკოიანის პარტიის თავმჯდომარისთვის, წვაც რო წვამდა თავის თანაპარტიელებთან ერთად და იმდენად გათავხედებულია ბოდიში ამ სიტყვისთვის, რომ მაყალთან ერთად და წვადებთან ერთად ფოტოსურათები ატვირთათ Facebook, ასე ვთქვათ, ვისპირად გვერდზე. და ვინმე დააჯარიმა? არავინ არ დააჯარიმეს, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ეხლა იცით რა რეალს აქაც რა თქმა უნდა კვეთრი პოზიცია უნდა გქონდეს ხელისუფლებას ყველაფერზე პასუხისგებლობა ეკისრება ხელისუფლებას გახარიას და ბიძინა ივანიშვილს მას დაეკისრება ეს პასუხისგებლობა თავიდან ბოლომდე იქაც ეხლა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ ხომ ეხლა მე ეხლა გუში სოციალურში სოციალურ დისტანციას რამდენიმე და იქ თუ იცავენ და რომელიღაცა სხვა ტაძრებში არ იცავენ, სადაც არ იცავენ სოციალურ დისტანციას, იქ ხელისუფლება ხმას რატომ ვერ იღებს? სახელმწიფო საფუძვლებს ძირში რატომ თხრის? ერიდება, რისი ერიდება? პირიქით დათურ სამსახურს უწევს ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მრევლი, პროფესორი,
არ ვიცი მე პროფესორი შეიძლება იყოს ხო მრევლის ნაწილი. ამიტომ აქ გაყოფა ვინ არის ინჟინერი და ვინ არის ესე კარდიოლოგი როგორ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და დღითი დღე უკეთ და უკეთ ჩანს სამწუხაროდ მათი მთავარი დეფექტი. ეხლა ზუგდიდის აგრარული ბაზარი გახსნეს, რამდენად არათანმიმდევრულები არიან. დღეს და სუფთა სახლი დახურეს. ხო, ძალიან ლოგიკა ისევე როგორც ვერ ვიპოვეთ იმაში, რომ ცოლ-ქმარი თუ მანქანაში ერთად ხედან, ეს რატო არის პრობლემა და რატო არ არის პრობლემა. ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში ერთმანეთთან გაცილებით ახლოს დგანან და ჩვენ სურათები სრულიად შემაშფოთებელი რა ვნახეთ გუშინ, სადაც არც დისტანცია იყო დაცული და არც სხვა მოთხოვნები. ერთი კოვზიციანებაზე ერთი კოვზიციანება ხარ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ხო? და დღეს გახარია შეხვედრისგან რას ელოდებით, იმიტომ რომ საპატრიარქომ დააფიქსირა ძალიან მკაფიოდ პოზიცია. აი გამოიწვია პირდაპირ ხელისუფლება და უთხრა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, აი მაშინ, როდესაც კომენდანტის საათია გამოცხადებული. აი კომენდანტის საათის პირობებში ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ამაზე მეტი დამცირება, გამოწვევა, აჯანყება, არ ვიცი რა დავარქვა ამ სიტყვას, იცით თუ არა თქვენ და როგორ უპასუხებს, აი რას ელოდებით? თავის თავს ალბათ უნდა დაუსვას კითხვა თუ რატომ აქვს ასეთი ამ შემთხვევაში მოდით ასე ვიყოთ ობიექტურები დაძაბული ურთიერთობა საპატრიარქოსთან. შემთხვევით იმიტომ ხომ არა რა სკანდალთასაც ჰქონდა ადგილი თვეების წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის ასე ვთქვათ, ანუ მეუფე იაკობის განცხადებას, რომ თითქოს ის უხეშად ერეოდა საპატრიარქოს საქმე. შემთხვევით ამიტომ ხომ არა აქვს გახარიას კომუნიკაციის პრობლემა საპატრიარქოსთან, მე ვფიქრობ ამიტომაც აქვს, დიახაც, ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. მე ერთ-ერთი ჩემს ძალიან ახლო მეგობარს, რომელიც აქტიური მორწმუნე და მრევლი არის ერთ-ერთი ეკლესიის მთაწმინდის რაიონის, უშე ვესაუბრებოდი და ვკითხე და გამიხარდა რომ დამეთახა. აი უთხარი, მეთქი აი გიორგი, შენ არ გძნობ დისკომფორტს, რომ შენ შეგიძლია მაგალითად მიხვიდე და არ ღვიო სოციალური დისტანცია აკეთო ის რაც გინდა. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და არავინ არ დაგაჯანიმებს. იმიტომ რომ შენი ეშინია ხელისუფლებას, მაგრამ ის საწყალიბებია, რომელმაც საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეული ბაზარში გასაყიდად მიიტანა და საკუთარი ხელით დამზადებული და შედედებული მაწონი გასაყიდად მიიტანა ბაზარში, ჯერ არ გააყიდეს და მერე დააჯარიმეს 3000 ლარი და ვიღაცა 15000 ლარი. არ გერიდება ამ ყველაფერს და კიერიდება. და მერიდება და ძალიან ბევრ ადამიანსერიდება. და ძალიან ბევრი ადამიანი არის უხელხულ მდგომარეობაში. მერწმუნედ გასაგებია, რომ ადამიანებს სჯერა და ვერ წავართვეთ ან მათ რწმენას, რომ სადღაცა სახლიდან გავა და მართლაც ეს ვირუსი მას არ შეეყრება. კი ბატონო, და მოკლედ ბოლო კითხვა, ნიკა, თუ შეიძლება მოკლედ ბოლო კითხვა. საგანგებო მდგომარეობას რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს ამის გაგრძელებას, იმიტომ რომ ესეც არის მთავარი თემა დღეს. არსებობს ასეთი ხალხი, მაგრამ როდესაც ასეთი ხალხი არსებობს, უნდა არსებობდეს ხელისუფლების მტკიცე ხელი და გადაწყვეტილების აღსრულების ნება და მარიფათი, რომ ეს ხალხი დატოვოს სახლში. და თუ ამ ხალხს, იცით რა, არ გაეკარები და დაინახავს არ ეკარები, რა თქმა უნდა, ხვალას გააკეთებს, იგივეს და ზეგაც გააკეთებს და ამით მერე ეს ეპიდემია მოედება ყველას, აბსოლუტურად. კი ბატონო, რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს საგანგებო, აი ჩამოთვალეთ პირობები, თუ შეიძლება ბევრი სტუმარი ყავს, ხო? აპარატები გვექნება საკმარისი, სამწუხაროდ ეს მინდა ვთქვა, მთელი ამ კვირების განმავლობაში ჯერ საუბრობდით, რომ 2000 სასუნთქი აპარატია და ყველამ ასე ვიცოდით, რომ 2000 სასუნთქი აპარატია, თუმცა მქონია წყობში მოყვანილი 700 სასუნთქი. აქ თავიდან უცნობილი იყო. მდგომარეობას მხოლოდ და მხოლოდ დავუჭერთ უპირობოდ დავუჭერთ ერთ შემთხვევაში. თუ ეკონომიკური, სოციალური პაკეტი დაიდება, ანუ დახმარების პაკეტი დაიდება და მეორე ნათელ გეგმას დადებს ხელისუფლება, როგორ ეხიდება ქართულ ბიზნესს ამ საგანგებო მდგომარეობის გახარძლევების ვადაში. და რაც თავარია, რომ აღასრულებს კანონს ყველას, ალბათ ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველასთვის კანონი იყოს ერთი და არ იყოს გამონაკლისები. ეს ეხლა აი მე ამით დავასრულებ რა.
გახარია რატომ არის, რაც არ უნდა, მე არავის ავადმყოფი ძალიან მკვეთრი ვიყავი ყველას მიმართ, მათ შორის ყველას გავლენიანი ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, სიმართლე უნდა ითქვას. გახარიას აქვს აბსოლუტურად გაფუჭებული კომუნიკაცია ჩვენ საპატრიარქოსთან, ანუ არ აქვს ის კომუნიკაცია იმ ხარისხის, რომელიც უნდა კონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მართლაც, შესაბამისად ეს პრობლემები გამომდინარეობს აქედან. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ მან აი ესეთი თითქოს რაღაცა ამოფარებული, დამალული მიიღო გადაწყვეტილება და შემოიტანა 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი. პირდაპირ საპატრიარქოში რო იყო მისული, ვერ უთხრა საპატრიარქოს, რომ მაგალითად ყველა უნდა დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებს. წამოვიდა საპატრიარქოდან და ჩუმად მიიღო გადაწყვეტილება, რითიც ირიბად დაარტყა მისი ჭკუით საპატრიარქოს. ისინი შესაბამისად აღიელდნენ და კონტრზომები მიიღეს და თვალს ვადევნებთ ეხლა ჩვენ ბრძოლას, პოლიტიკურ ბრძოლას. ძალაუფლებისთვის კი